საშიში ისტორია ჭინკებთან დაკავშირებით. თუ ფიქრობ, რომ მსგავსი ვიდეოების გეშინია, ვიდეო ახლავე ასკროლე, ხოლო თუ დარჩი, პირველ რიგში გამომიწერე, შემდეგ კი ამ ისტორიას აუცილებლად ბოლომდე მოусმინე. ერთ ზაფხულს პატარა ელენე შორეულ სოფელში ბებიას ეწვია დასასვენებლად. ბებიამ პირველივე დღეებში ელენე გაფრთხილა, რომ სახლის უკან არსებულ ჭაობს არ მიახლოვებოდა, რადგან ის საკმაოდ საშიში იყო, განსაკუთრებით შაბათს. ერთ დღეს ელენე გარეთ ბავშვებთან თამაშის დროს ძალიან გაერთო. სახლში დაბრუნება კი ოდნავ გვიან შებინდებულზე მოუწია. გზა სწორედ ჭაობთან ახლოს გადიოდა. ელენე საკმაოდ უშიშარი გოგონა იყო. მას ბებიის გაფრთხილება გამორჩა და ჭაობის გვერდით ბილიქს ჩაუყვა. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ელენეს ბავშვების სიცილი შემოესმა. მან იფიქრა, რომ თავისი მეგობრები იქვე შორიახლოს თამაშობდნენ და გადაწყვიტა მათკენ წასულიყო. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ სიცილი კვლავ განმეორდა, ამჯერად უფრო ხმამაღლა. ელენე კი კიდევ უფრო მეტი სიხარულით გაემართა ჭაობისკენ. უცებ მოულოდნელად ელენეს გარშემო რამდენიმე არსებამ დაიწყო სირბილი. ელენეს კვლავ მისი მეგობრები და მათი ხუმრობა ეგონა. თუმცა მალე სიცილი შეწყდა და სიცილის ნაცვლად საშინელი ხმები მოესმა. ელენეს შეცვა, გაიხედა, გამოიხედა, ჯერ ვერაფერი დაინახა. თუმცა როდესაც ჭაობის მიმართულებით გაიხედა, რამდენიმე პატარა არსება შენიშნა, რომლებიც ელენესკენ მოემართებოდნენ. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ეს პატარა არსებები უკვე ელენესთან ახლოს იყვნენ, თუმცა მათი გარეგნობა ძალიან უცნაური იყო. მათ გრძელი ყურები ჰქონდათ, ასევე საკმაოდ ბნელი წითელი თვალები და პატარა აგებულება. რამდენიმე წამში ელენეს გარშემო რამდენიმე ათეული ჭინკა გამოჩნდა. ისინი ბავშვს კიდევ უფრო უახლოვდებოდნენ და საბოლოოდ მასთან ძალიან ახლოს მივიდნენ. ელენეს ხელი მოკიდეს და ჭაობისკენ წაათრიეს. მას შემდეგ ბავშვი, რა თქმა უნდა, აღარავის უნახავს.